თუ არ ვწდები და არ ვწდები, გუშინაც გავამახვილე ერთ საინტერესო საკითხზე ყურადღება, მაგრამ თქვენის ნებართვით ახლაც ვისაუბრებ ერთ ფრიად მნიშვნელოვან საკითხზე, ამბავზე, მოვლენაზე, არასწორი სიტყვა, ფაქტზე. უფრო. მაგრამ თქვენის ნებართვით ცოტა შორიდან დავიწყებ. გეხსოვებათ, მიმდინარე წლის აპრილია, 2025 წლის აპრილის არ მინდა შემეშალოს და 26 ზუსტად და ვატიკანში პაპის გასვენებაში, რომის პაპის გასვენებაში იმყოფება პრეზიდენტად რომ მუშაობს ის კაცი ფეხბურთელი ალანიასი და ფეხბურთელი ბრიტანეთში თამაშობდა განა არა, შვეიცარიაში თამაშობდა განა არა, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენი მასშტაბებითაც კი არც თუ დიდი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც პრეზიდენტად მუშაობს ახლა. ტრიბუნაზე იჯდა იქ სკამზე და ჩამოიარა მსოფლიო ლიდერმა. და მსოფლიო ლიდერმა ანუ ტრამპმა სხვას აუწია მარცხენა თუ მარჯვენა ხელი, მარცხენა თუ არ ვწდები და ყაველაშვილი ზუსტად ამ დროს წევს ხელს და ოსტატი ფოტოგრაფი ისე იღებს კადრს და ისე აჩხაკუნებს საკუთარ კარგ ფოტოაპარატზე, რომ ისეთი კუთხეა დაჭერილი, რომ გეგონება რომ ტრამპი ქართული ოცნების მომხრეებს ეგონებათ, რომ ტრამპი სწორედაც რომ ყაველაშვილს ესალმება, რაც საკვირველია. პირველ ყოვლისა, უნდა ვთქვათ ძალიან კულტურულად, რომ ტრამპმა არ იცის, დღემდე არ იცის ვინ არის ყაველაშვილი. უკულტუროდ რომ ვთქვათ, იბოდიშებთ ცხადია, ტრამპს ფეხებზე ჰკიდია ყაველაშვილი კი არა. ყაველაშვილის ნაჩვენები კობახიძეც არ იცის ვინ არის და რომც იცოდეს ფეხებზე ეკიდებოდა და ეგ კი არა, კობახიძე კი არა. ბიზინა ივანიშვილიც კი, რომლის თაობაზეც უფრო მაღალი ალბათობით იცის ვიდრე კობახიძეზე და ნინო წილოსანზე. ხო, ისიც გაგიკვირდებათ და ფეხებზე ჰკიდია დონალდ ტრამპს. საერთოდ ყველა ფეხებზე ჰკიდია, მეთქი ასე ვიტყვი, უმრავლესობა ცხადია, რაღაც 5-6, 15-20 კაცის გარდა. რატომ გიამბობთ ამ ამბავს? მეორე შეხვედრა ეს პირველ შეხვედრა არც ქვია, პირველ ერთმანეთის დანახვას კი ყაველაშვილის მიერ ტრამპის დანახვას შეხვედრა არც ქვია. და მეორე შეხვედრა შედგა რამდენიმე თვის წინ სექტემბერში თუ არ ვწდები და არ ვწდები, როდესაც გაეროს გენასამბლეაზე მიწვეული იყო სიტყვითაც გამოვიდა მიხეილ ყაველაშვილი ისა ესა ოსა უსა რო წარმოთქვა წამოსდა. ცხადია იყო ნიუ-იორკში პრეზიდენტი ტრამპიც, მერე უკვე ტრამპის მასვინძლობით გაიმართა ვახშამი, სადაც შედგა 22 წამიანი შეხვედრა ტრამპსა და ყაველაშვილს შორის, ფოტოც გადაიღეს ესეთი პროტოკოლური, ყაველაშვილმაც ასწია თავისი მარჯვენა ან მარცხენა ხელის წერა თითი, როგორც შვევია ტრამპმა ასწია და ყველგან ერთი და იგივე მეხებული სახე აქვს, მეუღლესთან ერთად არის 57 ლიდერი შეერთებული შტატებისა. როდესაც ყაველაშვილს თუ ვიღაცას კითხეს, რომ რა უთხრა ყაველაშვილბაო და რა უთხრა აქეთ ტრამპბაო, ყაველაშვილმა დიახ უპასუხა, რომ მე ვთხოვეო, რომ დავკავშირებოდით ერთმანეთსო და ტრამპი დამპირდაო, რომ გადმონეკავსო, მაგრამ ტრამპს ამ წამამდე გამოხდა ხანი 4 თვე თუ არ ვწდები და არ ვწდები, ტრამპს რა საკვირველია, რა თუ არ გადმოურეკავს, არამედ ყაველაშვილი არც გახსენებია, საერთოდ ვერ ხვდება ამ წამამდე გარწმუნებთ, ვის შეხვდა, ვერც იხსენებს დაჰპირდა თუ არა ვინმეს გადმონეკვას და რომც ახსოვდეს, გასაკვირველია, არ გადმოურეკავს ტრამპი ყაველაშვილს. მაგრამ თბილისს ეს მოლოდინი მაინც აქვს და პერიოდულად თბილისის ბიზინა ივანიშვილის წარმომადგენელი, ასე მაგალითად ზაზა შათირიშვილი ახმამაღლდება ხოლმე და ტრამპის წინააღმდეგ აკეთებს და აკეთებს განცხადებას, ეგ Deep State-ის აგენტიაო. ეგო რაღაც ვერ განთავისუფლა Deep State-ის გავლენებისაგანო, ჩვენო გვეგონაო, რომ Deep State-ის წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებდა და ეგეც რაღაც ოლიგარქიული ჯგუფების წარმომადგენელი არისო, ვის ჯერა, რომ ფილოსოფოსად წოდებული ზაზა შათირიშვილი არის ამ სიტყვების ავტორი. რა საკვირველია, ბიზინა ივანიშვილია მთავარ ავტორი
ყველა იმ გზავნილისა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ ზოგადად, ან კონკრეტულად ტრამპის შესახებ, ტრამპის თაობაზე ისმის, ვინც არ უნდა იყოს ამ გამხმიანებელი, აი ექსპერტად წოდებული ვინმე, არ ვიცი, ქართველი შვილი თუ არ ვწდები არ დამშლობა რა გვარის წარმომადგენელს ვიტყვით ხო, ხაინდრავა ქართველი შვილი ღია თუ გია აბაშიძე სხვები და სხვები რა პოსტის სპიკერები, არა პოსტი იმედის სპიკერები, ვიღაცები რომ გამოდიან და რამეს ამბობენ ბოჟაძე, ის დეპუტატია მართალია, მაგრამ რომ ამბობს ტრამპის ამერიკის თაობაზე შესახებ რამეს ამერიკის თაობაზე, ცხადია ყველაფერი იდეაში საერთო ჩარჩოებში გადათანხმებულია, სწორედაც რომ ბიზინა ივანიშვილთან და ჩათებში ტრიალებს მესიჯები, ტრიალებს სახელმწიფო პარტოგაგების სახელმწიფო ჩათებში, ვინ რა უნდა თქვას ტრამპზე იქნება თუ ავისი კონგრესმენზე თუ სენატორზე თუ შეერთებულ შტატებზე და ასე შემდეგ. ეს არის ერთი ამბავი. ხა მეორე ამბავი კიდევ საინტერესოა ჩემი მოსაზრებით. ესენი ხელოდებიან ელიან იმას რომ ტრამპი აიღებს ხურბილს აკრებს +995 და ვერყაველაშვილის ნომერს და ნომერიც აქვს აიფონი ექნება. ხო ელიან რაღაც ბჟუტავი იმედი ხო აქვთ და ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ. და ტრამპი არ უნეკავს ამასობაში. ტრამპის წარმომადგენლები შეხვდნენ პრეზიდენტ ლუკაშენკას. და ტრამპის წარმომადგენლებმა პრეზიდენტ ლუკაშენკას უთხრეს, რომ ბევრი სანქცია აქვს დაწესებული შეერთებულ შტატებს უკრაინის კი არა ბელარუსის წინააღმდეგ და სანქციების ნაწილს მოუხსნიან ბელარუსს, თუ ლუკაშენკა იქნება ადეკვატური. ეს ბაჭკა კაცი, პატრიოტი მისეული გაგებით ბელარუსისა გამოვიდა და თქვა, რომ ოკეი, რაღაი სანქციების ნაწილს მოუხსნიან ბელარუსს, მე ბელარუსი რომ მიყვარს ის პრეზიდენტი ვარ. ჩემთვის მნიშვნელოვანი კი იყო ეს პოლიტპატიმრების, ამ პატიმრების ყოლა, რომლებიც იბრძოდნენ ჩემი ხელისუფლების წინააღმდეგ, აპირებდნენ ჩემს დამხობას, ისინი არიან დასავლეთის აგენტები, ცუდები, უფრო ცუდები ხიხიები და ასე შემდეგ, მაგრამ ბელარუსის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მე ვიღებ გადაწყვეტილებას 126 კაცისგან თავისუფლების თაობაზე. მე არ ვიცი ისინი რას გააკეთებენ ხვალ, მაგრამ მაღალი ალბათობით ისინი გაემგზავრებიან ბელარუსს მიღმა ევროპაში განაგრძობენ ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ მოღვაწეობას ცხოვრებას, ამ მნიშვნელობა აქ სად გააგრძელებენ, აქ მათ არანაირი შანსი არ ექნებათ გამარჯვებისა, იმიტომ რომ მე ვარ აქ და ჩემი ნაბადი, მე ვარ აქ მართველი, მე დავრჩები კიდევ კარგახანი, მაგრამ მე იმის გამო რომ ვარ პატრიოტი და იმის გამო რომ ბელარუსი იყო უსამართლოდ დაჩაგრული შეერთებული შტატების მხრიდან და დადებული ჰქონდა სანქციები და სანქციების ნაწილს ამ პარტერი დავარქვათ ერთწუთს, ამ გარიგების სანაცვლოდ ჩვენ გვიდებს გვთავაზობს და გვიდებს შეერთებული შტატები, ვაშინგტონი, ადმინისტრაცია, თეთრი სახლი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ჩვენ ამაზე ყაბულ, ანუ თანახმა ვართ. ეს არ ნიშნავს რომ გათეთრდა ბელარუსი. ეს არ ნიშნავს რომ გათეთრდა ყორანი. ეს არ ნიშნავს რომ ბელარუსის ლიდერი არის მუდმივად ხელჩამოსართმევი პირი. აი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემი მოსაზრებით. მაგრამ ერთი ნაწილობრივ მაინც მისი დესანქცირება მოხდა მოსკოვში, ვაშინგტონში მიიჩნიეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასეთია, როგორც არის, ის ბელარუსი ხალხის რჩეულია, არა დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, ცხადია, მაგრამ მაინც იქ დემოკრატიული რომც ჩატარებულიყო ბელარუსის ლიდერი გაიმარჯვებდა იმიტომ, რომ ბელარუსის ხალხს, ბელარუსელ ხალხს უმრავლესობას, რაოდენს სამწუხაროდ არ უნდა იყოს, მართლა ლუკაშენკა უნდა, ეს ფაქტი ჭიუტია და აქედან გამომდინარე ჩვენ დიქტატორი კი არის, მაგრამ ხანდახან მაინც ჩამოვართმევთ ხოლმე, არა მუდმივად სულ განუწყვეტლივ და შეუჩერებლად, არამედ ხანდახან მაინც რაღაც საკითხებში წავეთანამშრომლებით ხოლმე ამ კაცს, რომელმაც პრაქტიკულად ჩააბარა ბელარუსი, რუსეთს გაგიკვირდებათ და ჩვენ მაინც რაღაც გარკვეულ მინიმალისტურ საკითხებში ის პარტნიორად ან ხელჩამოსართმევ კაცად გვეგულება. ამ ამბავმა ჩემშიც და არა მხოლოდ ჩემშიც დაბადა ესეთი კითხვა. თეორიულად წარმოვიდგინოთ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენელი უკავშირდება არა პრეზიდენტი, რომელიც მართლა არ დაურეკავს ყოველაშვილს, არამედ პრეზიდენტის წარმომადგენელი უკავშირდება აქ ვინმეს
პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრად წოდებულს, პრეზიდენტად წოდებულს, პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებულს. ოკეი, არ ითხოვს შეხვედრას ვიზინა ივანიშვილთან, იმიტომ რომ ის მაინც ჩრდილში მყოფი არაფორმალი მმართველია და მასთან საქმე არც უნდა დაიჭიროს პრინციპში. ოკეი, არ ხვდება ვიზინა ივანიშვილს, არც აპირებს ვიზინა ივანიშვილთან შეხვედრას და თუნდაც აი ამ ფორმალისტურ ლიდერებს ეუბნება შემდეგ რამეს ან გადასცემს წერილს ადმინისტრაციისა, ასე მაგალითად რუბიოსი, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ან ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსი, ან შესაძლოდ თვით პრეზიდენტი ტრამპისა, რომ ჩვენ გთავაზობთ ბარტერს. ტრამპს ხო ისედაც აკირია ეს პირზე ეს სიტყვები ბარტერი, გარიგება, შეთანხმება, ვაჭრობა, დილ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? შეთანხმებას გთავაზობთ, რომ თქვენ გაანთავისუფლეთ, აი ჩვენ გვაქვს სია, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, რომ გადმოგცდა სია. ამაში ეს ალფაბეტის მიხედვით პირველი არის აბაღლობელი და ბოლო არ ვიცი ვინ არის სიმართლე გითხრათ. ანუ დაპატიმრებული, მაგრამ აქ არიან პოლიტიკოსები, აქ არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქ არიან ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, აქ არიან თავისუფალი მოქალაქეები, აქ არიან პოლიტიკოსები თქვი და ასე შემდეგ. ჩვენ ვიცით რომ თქვენ აპირებთ სისხლის სამართლის დევნას სხვა პოლიტიკოსების მიმართად. ჩვენ ვიცით რომ თქვენ ვინც არიან პოლიტიკოსები დაპატიმრებული მათ ნაწილს დაუბატებთ ალბათ მსჯავრს მიედავებით რა რაღაც საკითხებში. ამიტომ არ ვიცი როგორი მექანიზმით, რაც გინდათ ის გენით, პრეზიდენტმა შეიწყალოს რაღაცა ამნისტია გამოვიდეს ამ მუხლებზე, რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეთ, რაღაცნაირად შეფუთეთ რომ სახე შეინარჩუნოთ, მაგრამ მიიღეთ გადაწყვეტილება ყველას განთავისუფლების თაობაზე. ეხლა თქვენ ბევრ თქვენგანს ებადება კითხვა ამ შესაძლო არ გამოსარიცხი კომუნიკაციის დროს ხსენებული იქნება თუ არა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გვარი. მე პერსონალურად გონია რომ იქნება ხსენებული და მე პერსონალურად გონია რომ ახლა ყველა გამოუშვით და მიხეილ სააკაშვილი დატოვეთო, ალბათ ვაშინგტონიდან ეს გზავნილი ალბათ არ იქნება. თუმცა შესაძლოა მე ვწდები საბოლოო ჯამში. მოკლედ ამგვარი ზარი თეორიულად შეიძლება განხორციელდეს და ამ სიაში, ფართო სიაში შეიძლება იყოს ან სულაც არ იყოს მიხეილ სააკაშვილი, აი ზიამაღლობელი ზვიადრატიანი ონისე ცხადაძე თუ ანდრო ჭიჭინაძე და სხვები რო იქნებიან ეს ფაქტია. პოლიტიკოსი პატიმრებიც ვინც არიან ყველანი იქნებიან, იაკლი ოქრუაშვილიც კი იქნება და ივით არგამაძე ხო იქნება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მიხეილ სააკაშვილი იქნება თუ არა, მე ეჭვი მაქვს რომ იქნება. და რას უპასუხებს ამ შემთხვევაში, რომ გონია რომ ქვეყანაზე ზრუნავს და ქვეყანაზე გადაფიჩინებულია და ასე რომ წარმოიაჩენს თავს ჩვენს წინაშე, რას პასუხობს ვაშინგტონს ბიზინა ივანიშვილის აი ამ შიზოიდი კაცის გამოშიზოიდებული დე-ფაქტო მმართველობა, რომელიც რასაკვირველია ნაბიჯსაც ვერ დგამს ბიზინა ივანიშვილის გარეშე და ბიზინა ივანიშვილთან შეთანხმებით დგამს ამა თუ იმ პოლიტიკურ ნაბიჯს ან აკეთებს ამა თუ იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას კი არა განცხადებას. როგორ უპასუხებს მოკლედ ყაველაშვილი იქნება თუ კობახიძე ამ ყველაფერს. ეს ჩვენ საბოლოო ჯამში არ ვიცით, ულახtildeებით თუ ვიქნებით, მაგრამ ვარაუდის დონეზე შემიძლია ვთქვათ მაღალი ალბათობით, თეორიულად, როგორ უპასუხებს, განვჭვრიტოთ ეს პასუხი და ჩვენ გუშინას ვილაპარაკე ამ თემაზე და მე ვივარაუდე რომ ესენი უარს ეტყვიან. ყოველგვარი სახელმწიფო ინტერესები იქნება უგულებელყოფილი მათ მიერ, ანუ ბიზნეს მიერ პირველ ყოვლისა რასაკვირველია, სხვაგვარად შეფუთავენ, მაგალითად შეფუთავენ, რომ ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, სუვერენული დემოკრატია, ესე ამათი დემოკრატია რა ვთქვი მე, სუვერენული დემოკრატია, ჩვენ ვერავინ ვერაფერს ვერც გვიკარნახებს, ვერც შემოგთავაზებს, ვერც გაგვირიგდება ვერაფერზე და ასე შემდეგ. მოდი აქედან გამომდინარე ჩვენ ყოველგვარ შეთავაზებას ჩვენი აზრით უსამართლოს და უსამართლოს თუნდაც წამოსულს ვაშინგტონიდან და თუნდაც წამოსულს ურთიერთობების დალაგებისთვის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან და ქვეყანასთან ჩვენ ამას უგულებელ ვყოფთ, უარ ვყოფთ და ვაგდებთ, რამდენადაც ჩვენ მიგვაჩნია რომ არავინ გასანთავისუფლებელი არ არის და ყველა მიხეილ სააკაშვილიდან დაწყებული ნებისმიერი ბრწყალებში რიგითი პატიმრით დასრულებული, ყველამ უნდა ხეხოს ციხე. მე ეს გუშინ ვივარაუდე, ვაკი გითხარით,
ვიდეობლოგიც მქონდა ამ თემაზე, ვიდეობლოგის ნაწილი, გულახდილი რომ ვიყო და დღეს აგერთი საათის წინ ფორმულა ავცელებს და არა მხოლოდ ფორმულა, მაგრამ ფორმულას ფორმულაზე გამოყენებულ ტექსტს აგიკითხავთ. ფორმულა ავცელებს მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად წოდებულის სიტყვებს, რომელიც როგორც ჩანს, მან ეს სიტყვები წარმოთქვა ჟურნალისტების თანდასწრებით, როგორც ჩანს, დროებთან გამოჩნდა მისი კადრიც, თქვენი ნებართვით მოусვამს ყავს. და ნახეთ რას ამბობს მიხეილ ყაველაშვილი. თურმე ბელარუსში რაღაც გარიგება მოხდა, გაანთავისუფლეს და ამის იმედად ხართ, მიმართავს ჟურნალისტებს. ძალიან ბევრი განსხვავება შემიძლია დაგისახელო ბელარუსიასა და საქართველოს შორის. იმდენი განსხვავება არის. ორ წერტილი. ბუნებით, ჰაერით, ტემპერატურით, რა ვიცი მე, მადურო ეხვეწება, მადურო 480 ჯერ ძლიერი ვიდრე ყაველაშვილია. პერსონალურადაც უფრო ძლიერი კაცია მადურო, ფის, ნოვარ, ხერის და აცეკვდა და ატინგიც და ეს კაცი. და ესენი რას ბაქიაობენ და რას იჭიმებიან, ხო? მე კარგად არ მესმის, ანუ მოკლე ტვინი რო აქვს და არა მარტო ტვინი, ამის მადასტურებელია. მოკლე ტვინების ქმედება და რიტორიკაა ეს. მოკლედ ჰაერით თუ ტემპერატურით რა ვიცი მეო. პოლიტიკური შეხედულებითაც და ასე შემდეგ ძალიან ბევრი განსხვავება არსებობს. კიდევ ერთხელ ამბობს, აღარ შემიძლია. პოლიტიკური კლიმატითაც განსხვავდება არის როგორ არ არის. ის საპრეზიდენტო ქვეყანაა, ჩვენ საპარლამენტო, ანუ ამას გონია რომ ეხლა სამბაო ქვეყნის მოწყობის მოდელზე ვლაპარაკობთ ჩვენ და ეს სერიოზული ხალხი ამაზე ცდება, საკუთარ თავს არ გულისხმობთ, ერთ-ერთ გულისხმობ, მოწდება. თქვენ დავალების მომცემის კითხვებს swab. ქართული არის ის არც თუ ზუსტი ციტირება, რომც არ იყოს ქართული არის ის არც არის ის. მაგრამ ყაველაშვილი ვერ გაბედავდა ამას, ეს ყველაფერი გადათარხმებული რომ არ იყოს კობახიძესთან და შესაძლოა უშუალოდ ივანიშვილთანაც კი. როგორც ჩანს, ბიზინა ივანიშვილის კარზე ან რაღაც უშუალო შეხვედრისას ან WhatsApp ჯგუფებში, რომლებშიც ბიზინა ივანიშვილის ხანდახან შეიჭყეთ ხოლმე, შედგა საუბარი თემაზე ბიზინას, მის რუს მრჩევლებს, მის ქართველ მრჩევლებს, კობახიძეს, შესაძლოა ყაველაშვილიც არის ამ ჯგუფში, დინარაძეს, პაპუაშვილს, იქ ნინო წალოსანი და გრეტა წიწავა რო არ იქნებიან გასაგებია, მოკლედ რაღაც ვიწრო უხეშად 10 კაციან ჯგუფს შორის და იქ ესეთი ბრეინშტორმინგის ფარგლებში დაისვა კითხვა კი, მაგრამ რა უნდა ვუპასუხოთ? ეს მაქსიმუმ შედგებოდა ეს საუბარი გუშინან დღეს. ოპტიმალურად დღეს. რა უნდა ვუპასუხოთ თუ ჩვენ გვკითხავენ რომ აი ლუკაშენკამ ტრამპის ადმინისტრაციის თხოვნა გაითვალისწინა და გარკვეულ გარიგებაზე წავიდა და ჩვენ რომ შემოგთავაზონ რამე ჩვენ რა უნდა ვუპასუხოთ? იქ გადაწყვეტი სიტყვა ცხადია იქნებოდა ბიზინა გრიგოლიში ივანიშვილს, რომელიც იტყოდა რომ არა, რაც არ უნდა შემოგთავაზოს მე ტრამპმა, მე მიხეილ სააკაშვილის და არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, აი სვიად რატიანის, ოლისე ცხადაძის შეწყალებაზეც კი არ წავალ. არავის არ გაქვთ უფლება რომ უჩემოდ მიიღოთ ამგვარი გადაწყვეტილება. მე ფეხებზე მკიდია საქართველოს ინტერესები, ვერ დამსჯის შეერთებული შტატები ისე როგორც გოდიში გადავუღებ საკუთარ თავს რომ ვერ დასჭის შეერთებული შტატები საქართველოს ისე ბიზნესეული გაგებით, ბიზნეს ისე, რომ ბიზნესამ ძალიან იზარალოს ამით, მით უმეტეს თუ ბიზნეს შეეტენება ამასობაში რუსეთს რომ ვიცოდეთ მაინც. აი ეს არის ბიზნეს პასუხი, უკვე ამ თავითვე გარკვეული, გაიასნებული მეთქი ეს სიტყვა გინაღამ წამოჩნდა, ეს არის ბიზნეს მიდგომა და პოლიტიკა. მოკლედ შეერთებული შტატები რაც არ უნდა ქნას
რაც უნდა გადმორეკოს ტრამპმა, გამოგზავნოს საკუთარი წარმომადგენელი და ასე შემდეგ, რომ ვიცოდეთ, მაინც არავითარ შემთხვევაში ბიზი და ივანიშვილი არადაირ კომპრომისზე მათ შორის სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, მათ შორის დესანქცირების, მისი პერსონალური დესანქცირების შეთავაზების გათვალისწინებით არ წავა. რომ ვიცოდეთ, მაინც ეს კი ერთიურად ართულებს, აგიკროს რომ მიხარია ეს ამბავი, ეს ერთიურად ართულებს ჩვენს მდგომარეობას. კიდევ ერთხელ ვწუნდებით, რომ იზიდა აბსოლუტურად არ არის არაადეკვატური, გაგიკვირდებათ და არ გაგიკვირდებათ დარწმუნებული ვარ, ეს ართულებს ბიზი და ივანიშვილის საომავლო ბედსაც. სულ უფრო ბევრი ადამიანი ვარაუდობს და ფიქრობს, რომ ბიზი და ივანიშვილი ამის გამო იმის გამო რომ რუბიოს წერილი არ მიიღო, იმის გამო რომ ლანძღა ამერიკელები და ასე შემდეგ ის უმძიმესად დაამთავრებს ამის გამო დამატებით. ეს რომ ვიცოდეთ, მოკლედ არავის შეწყალებაზე, ზვიად რატიანის შეწყალებაზეც კი, ზვიად რატიანის განთავისუფლებაზეც კი, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს, ესენი ყაბულ არ იქნებიან და თანახმა არ იქნებიან. ნახვამდის.